მოგესალმებით კოლეგებო, გილოცავთ შემოდგომო სესიის დაწყებას, ბევრი საინტერესო საკითხები გვექნება, ბევრი საინტერესო წინადადებები. გთხოვთ წარმოდგენილ დღის წესრიგს კენჭი უყაროთ. დღეს განსახილველად გვაქვს მხოლოდ ერთი საკითხი და წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სივრცითით დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონცვლილება დაჩქარებული წესით არის შემოსული მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუქიძე. ქალბატონი, გისმენთ? მოგესალმებით. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით ცვლილებას საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. მთავრობის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია წარმოდგენილი კოდექსში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებას კოდექსის თანახმად დღეს არ ყავს დარგში პოლიტიკის გამსაზღვრელი ორგანო. ჩვენ ამაზე გვისაუბრია არაერთხელ კომიტეტის ხდომებზე. როგორც მოგეხსენებათ, ყველა მიმართულებას ყავს თავისი შესაბამისი დარგში პოლიტიკის გამსაზღვრელი ორგანო. შესაბამისად, ასე ვთქვათ, სამინისტრო ამ ფუნქციას რა თქმა უნდა ასრულებდა ამ დრომდე, მაგრამ საჭიროა, რომ კანონში გამოიკვეთოს ეს მიმართულება, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება დარგში პოლიტიკის გამსაზღვრელი უწყება, რასაც ისედაც ახორციელებს. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც მთავრობა გვთავაზობს, არის ის, რომ ვინაიდან გენგეგმების შემუშავება ხანგრძლივ და დიდ დროსთან, პროცესთან, კვლევებთან არის დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ ვადების გადახედვა ხდება, შემოთავაზებაა, რომ თემატური, შესაბამისი საბაზისო თემატური გეგმების შემუშავების დანაწესი გავაჩინოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება პირველადი დოკუმენტი, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო მარტივი შინაარსის ვინემ გენგეგმა მოიაზრებს ამას, მაგალითად, სივრცითი სააგენტო ეტაპობრივად შევა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში და განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით ამ თემატურ საბაზისო გეგმების დადგენას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამშენებლო, არასამშენებლო, სასოფლო, არასასოფლო და სხვა ესეთი მარტივი მიმართულებებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ბაზისი, რომ შემდგომ მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ზედნაშენი და უკვე დააშენოს აი ამ ასე ვთქვათ, ბაზის უკვე დეტალები. ეს მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტები ჩაერთონ MSDAS მართვის ელექტრონულ სისტემებში და ვინაიდან ეს ელექტრონული პროგრამა ყველა მუნიციპალიტეტში გააქტიურებულია უკვე და მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა აქვს, რომ ელექტრონული დოკუმენტ ბრუნვის სისტემა ნებართვები გასცეს, როგორც თბილისშია, ისე ასე ვთქვათ, სხვა მუნიციპალიტეტებში გაკეთდეს. 2026 წლის თებერვლიდან სავალდებულო გახდება მუნიციპალიტეტებისთვის ამ პროგრამაში ჩართვა, რაც როგორც ბიზნესს, ისე კონკრეტულ მოქალაქეებს ძალიან გაუმარტივებს ურთიერთობას მუნიციპალიტეტებთან. მნიშვნელოვანია ვადების ნაწილი, როგორც მოგეხსენებათ, კოდექსმა 2018 წელს მიღებულმა კოდექსმა მუნიციპალიტეტებს დავალება მისცა, რომ 2028 წლამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა თავისი ტერიტორიების მიხედვით მოამზადონ და დაამტკიცონ გენგეგმები, მაგრამ აღნიშნული არ განხორციელდა. შესაბამისად, ამ ბადის გადაწევა არის შემოთავაზებული 35 წლამდე. ამასთან მუნიციპალიტეტის თხოვნით და მთავრობის დავალებით სივრცით სააგენტოს უფლებამოსილება, რომელიც ასევე 28 წლით იყო ჩაკეტილი, რომ მუნიციპალიტეტისთვის მოემზადებინა და დასამტკიცებლად წარედგინა სივრცითი განვითარების გეგმა, ამის ვადაც 35 წლამდე შესაბამისად გადაიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია პუნქტი, რომელიც მთავრობის ინიციატივით შემოგვაქვს და ეხება ესთეტიკურ პარამეტრებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაადგენს ზოგად ესთეტიკურ პარამეტრებს, იქნება ეს ფერები, ფასადების, სახურავების, რომ ქვეყანაში განხორციელდეს ერთიანი, ასე ვთქვათ, მიდგომები. მუნიციპალიტეტს ექნება შესაძლებლობა, რომ ამ ზოგადი დანაწესიდან მისი მუნიციპალიტეტისთვის მისაღები, ასე ვთქვათ, მიმართულება აარჩიოს და ეს იქნება ნებართვის, ასე ვთქვათ, განუყოფელი ნაწილი. ანუ ზოგადს დაადგენს მთავრობა მუნიციპალიტეტის შემდგომ უკვე ამ სტანდარტებს, ამ ფერებს გამოიყენებს იმის დამიხედვით თავისი ისტორიულ, კულტურული, ასე ვთქვათ, დანაწესიდან გამომდინარე.
ასევე არის კანონ პროექტით ბევრი ცვლილებები ტექნიკური ხასიათის, მაგალითად გარკვეული გეგეში ცვლილებების გამარტივება, რომ ესა რა ქვია, თვითონ გედეგეს პროცედურის გამარტივება და ასე შემდეგ. ამ დეტალებში მე აღარ შევალ, მეორე მოსმენისთვის იყოს და ძირითადი რაც იყო ამ კანონის ლეიტმოტივი, ასე ვთქვათ, მოგახსენეთ, შესაბამისად გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს? კომენტარები ხომ არ გვაქვს? მეც ვიტყოდი, რომ სტანდარტიზაციას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს პროცესების დაჩქარებას, ასევე ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაყვანას, მთელი სისტემის მართვას ეს ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ინფორმაციის სწრაფ აკუმულირებას და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. გთხოვთ, კენჭი უყაროთ, პირველი მოსმინეთ. მადლობა. მადლობთ ხალბატონო, დღევანდელი ხდომა დასრულებულია. მადლობთ.